როგორ შეგვიძლია დავარქვათ შრომას ღირსეული, როდესაც საქართველოში 280,000-მდე ადამიანი 900 ლარზე ნაკლებს იღებს ანაზღაურების სახით და აქედან 170,000-ზე მეტი ადამიანი 500 ლარზე ნაკლებს. ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარეა სუპერმარკეტების ქსელებში დასაქმებული სტუდენტების საკითხი, რომლებიც სწავლის საფასურის დასაფარად იძულებულნი არიან დათანხმდნენ ურთულეს პირობებს და ხშირად ღამის სვლაშიც მუშაობენ. ზოგადად მომსახურებების სფეროში დასაქმებულების შრომითი უფლებები იმდენად უხეშად არის დარღვეული, რომ ეს შრომით ექსპლუატაციას უფრო გავს. ასევე უმძიმესი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემაში. იცით, რამდენმა სამედიცინო პერსონალმა დატოვა ქვეყანა? დღეს საშუალო მედპერსონალის ექთნების მწვავე დეფიციტია და მიზეზი სამარცხვინოდ დაბალი ანაზღაურებაა. საბანკო სექტორში დასაქმებულების საკითხი. მაშინ, როდესაც ფინანსური ინსტიტუტების მოგება ასობით მილიონი ლარია, დასაქმებულების კრიტიკულად დაბალი. უსაზღვროდ შეიძლება ასეთი მძიმე მაგალითების მოყვანა. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც ფიქრობს იმას, რომ შვიდობას აქვს ალტერნატივა, იმად გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც ფიქრობს, რომ ეკონომიკური წინსვლა არ არის მთავარი ქვეყნის მამოძრავებელი, რომელმაც შეიძლება რომ შექმნას უკეთესი მომავალი, მინდა ყველას უთხრა, რომ აი სწორედაც აქ ძალიან მაგრად ცდებით, იმიტომ რომ ყველა ერთხმად აღნიშნავს იმას, რომ დიახ, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7,4% იქნება. ნიშანდობლივია, რომ ყველა წამყვანმა საერთაშორისო ინსტიტუტმა ბოლო პერიოდში ასევე განაახლა პროგნოზები მათი აწევის კუთხით ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და 7%-დან 7,5%-მდე მერყეობს. ჩვენი ცენტრალური სცენარით, როგორც მოგახსენეთ, 7,4% იქნება ეკონომიკური ზრდა წელს.